კაი გამარჯობა თქვენი ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ მოგესალმებით და გაგახარებთ მეგობრებო, დღეს ძალიან სასიხარულო ამბავია. რას მიყურებთ? ლაშა ბუღაძით ვიწყებთ. მეთქი მართლა რაღაც სასიხარულო ამბავია თქო და. კი ბატონო, დავიწყოთ ლაშა ბუღაძით. ისევ და ისევ პრობლემა არის სამწუხარო, ჩემი პირადი პრობლემა შემიძლია ასე ვთქვა, რომ ეს კოშმარი ივანიშვილის სახით ბევრად უფრო მალე დამთავრდებოდა, უფრო მეტი ადამიანი რომ მიიჩნევდეს ამ ქვეყნის კატასტროფას, თავის პირად კატასტროფას. ესე იგი რას ამბობს, რომ ადამიანურად ეს საჯდომის მატლი ამბობს, რომ მეო, ჩემი სამშობლო, იმდენად მიყვარს, რომ განსხვავებით უმრავლესობისა, რომ სამშობლოს კატასტროფა ჩემი პირადი კატასტროფაა. ხოლო ხალხიო, ესე არ ფიქრობსო რა. ერის სული მასტეს სულად ვარო მეო. ხოლო ხალხი რო ფიქრობდეს, რომ ქვეყნის თავს კატასტროფა ხდება, რა თქმა უნდა საკუთარ თავზეც გაიგივებდა. მაგას, მაგრამ არა ეს კატასტროფა ქვეყანაში, როგორ უნდა დაინახოს. ყოველთვის აი მიშა. აი ეს დებილები კიდევ ვერ აჯერებენ რომ კატასტროფაა. და ზოგადად იყო ეს თეზიც, რომ არ გამოსდიოდა თავ ლუზერებს. ხალხი ბძენი კი აღარ იყო. ხალხი არ ვარგოდა. ხალხი არ ვარგა. ანუ არა თუ წაიკითხეთ მიშას სტატუსი. რომელი? ციხეზე რო დაწერა ბადრაგებზე რომ მოუყავდა. საჭმელზე ბადრობდა, ნუ რაღაც საოცარი პროზით. შეიძლება ორი ბადრაგი ლაპარაკობდა რა ჭაბო. სად რომელ რესტორანში ეკეი. ჩვეულებრივი ბაზარია. აი ჩვეულებრივი ჩვენ ლაპარაკობს საათობით მაგაზე. ის ქართველი ადამიანი მითხარი რომელსაც არ უყვარს როცა შეა საჭმელზე ბაზარი, ხო? კეიფის დაგეგმარება. კეიფის დაგეგმარება, ხო? ჯერ ეს ხო ჩაუთვალა რუსობად. აბა. ეს ჩაუთვალა უნათლებობად, რუსობად. ხო, თან ვინ ამბობს ეს? რამდენ ყველგან ნაყროვანების ლოგო. ნაყროვანების ლოგო. ულემის გამომგონებელი. ეგ არ მინახავს და რა კონტექსტი აქვს? მოყვა ამბავი. რომ ბადრაგები ლაპარაკობდნენ, სად ჭამო თუ დედაშვილს საუბრო არ გაკეთებული რა კარგია და საჭმლის გარდა. გაჩვენებო კარგი საჭმელი სად იღებაო და სულ ამაზე ლაპარაკობდნენ. ეს აჩვენებსო დეგრადაციის დონესო რა რომ მეტი სალაპარაკო ახალგაზრდობასო ახალგაზრდა ბადრაგები. მარტო საჭმელზე რომ ლაპარაკობდნენ და იქ მაღალი ენერგიების ფიზიკაზე რო არის ლაპარაკესო, ან უკრაინის ბედკრულ ბედზეო და ასე შემდეგ ესო ნიშნავს რომ დეგრადირდაო რა. ამ თანამედროვე კაცი ადამიანის ალუზია იყო. მიშას და რომ აი რა პრიმიტიულ კატეგორიებში აზროვნებენ რომ სალაპარაკო მეტი არ ქონდათ ბოზბაში თუ ჯიხირდა. მართლა იგი იყო, მართლა. ხო და თან მარტივად ძალიან. ეს ილია ჭავჭავაძეა, მიშა. ხო. და წუხს აბა. ნაყროვანებს კი რა, ბულემის გამოგონებელია. მე პირველ წყაროდან ვიცი ახალი წლის სუფრაზე, პოსტს ახალწლო სუფრაზე მთელი ტრუბოჩკები გაათავა 30 ტრუბოჩკამდე შეჯა. არა, იქ არ კვდებოდა ტრუბოჩკები. კაი მაგზე კვდებოდა. არა, კაი მაგზე კვდებოდა. რას ბეგნე კვებითი გადმოაფრინე. აშლილობა რას ნიშნავს? ბულემია. არა, კვებითი აშლილობა ნიშნავს, რომ ვერ იგებს დანაყრების. ეს არის ნევროზული. თლიანად ტვინიდან მომდინარეობს, ხო, თორე ეს ორგანული და კუჭისგან გამომდინარე, არა. ჭამის მომენტს და ეგ სხვა შორის ბავშვობის ტრაუმებია, რაღაცა ისჭის თავს, არ ვიცი, რაღაცა შვება. ეს არამზადა გარეთ ფსიქი. არანოსკის ფილმი რო არის, ვეიო, ვეშაპი. ეგა მიშა რა. ხო, მაგრამ იქ ის უფრო ემოციური კაცია. მიშას სხვა პრობლემა გააჩნია რა, ეს დეგრადირებული ფსიქი. წარმოიდგინე, მართლა ნაყროვანების კი არა, ბულემის და ღორობის, მოდი პირდაპირ ვთქვათ რა. ღორობის სიმბოლო, რომ ვიღაცები თურმე საჭმელზე ლაპარაკობდნენ, ამას მეგონი საგერგელია ეშალა გაიგე. მოშივდა. ამიტომ უსმენდა ამდენი ხანი რა. კი ბატონო, ქეთი დევდარიანი არანაკლებ არის იქვე გასული ლაშა ბუღაძესთან არის ეგეც ეგ გოგო და გაუშვით. და ჩვენ რომ ვამბობდით რომ აი ეს ოპოზიცია არ ვარგა და აი ეს ოპოზიცია არ გვინდა და აჰა ეს ოპოზიცია დაიჭირეს და ძალიან კარგადაც გჭირდება ისინი გარეთ და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვაღიაროთ ვერანაირ მორალურ სიმართლეს ვერ მოვიპოვებთ თუ არ ვაღიარებთ რომ არა აქვს მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილის დროს ბედნიერი იყავით უბედური შენ ამ ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი მოღალატე პრეზიდენტი არ იყო ნიკა გვარამია ელენე ხოშტარია ნიკა მელი ეს ხალხი ვინც ეხლა დაიჭირეს იმ ნახე როგორი ცინიზმია შვილი მოგიკლეს საკუთრება წაგართვეს მიშას დროს მაგრამ არ უნდა ყოფილიყავი არ უნდა ყოფილიყავი რატო იმიტომ რომ არ იყო მოღალატე დიად ბიზნესს ემსახურებოდა
დემოკრატიის გავრცელებას რუსეთში, აი ამას ემსახურებოდა. და იქ თუ რაღაცა ლეს რუბიად შეფკილიცად, იქ თუ რაღაცა მოხდებოდა, არ უნდა ყოფილიყავი უკმაყოფილება. კი, იმიტომ რომ ეს რა ნაგლია. ჩიტი ბრდღნად ღირდა რა. ხო, არა, ნუ ეხა შენ ქონოდა მოქალაქეობრივი განცდა, რომ როცა შენ გაწამებენ, შენ ახლობელს აწამებენ, იჭერენ, საკუთრებას სამამულო საქმეა. გარბევენ, შენ სამაგიეროდ კომუნიზმში შედიხარ. შენი მოთმინებით ხელს უწყობ რუსეთის დამხობას. კი, დიდი ტელეოლოგიური მიზანია, ხო, რომ და ნუ ესე იგი შენ, მაგრამ მიშას ტელეოლოგია რა იყო? აი, ადრე საბჭოთა დროს იყო, რომ კომუნიზმში შევდივართ. საქართველოს გაერთიანება. არა, გაერთიანებაც არ იყო. აი, რაღაცა სხვა იყო. მე მგონი ახალ შტატად დამატება ამერიკის. არა, მიშას ტელეოლოგია გეტყვი რა იყო? მხოლოდ ძალაუფლების. არა, თვითონ ტელეოლოგია ქვეყნის, აი რა იყო დეკლარირებული. მე გეტყვი რაც იყო. ჩვენ რო გავხდარიყავით პუერტო-რიკო ან კოსტა-რიკა. არა. კოსტა-რიკა. არა, ეხლა გეტყვი რატომაც. და ვიქნებოდა თავიდანვე ავტომატურად ამერიკის მოქალაქეები, მაგრამ ქართულენოვანები. შემდეგ პუტინის ერთადში ძვრებოდა, თვითონ აქვს ნათქვამი, რომ ნატოზე უარს ვიტყვით ამერიკას ფეხზე დავიკიდებთო, ოღონდ თქვენთან ვიქნებითო. მიშას ტელეოლოგიაც ამოცანაც, თელი მისი მიზანი, ხო, სასიცოცხლო არის ბანალურად ხელისუფლების შენარჩუნება. რო ეთქვათ, რომ რუსეთის ერთ-ერთ რესპუბლიკად შედითო, ობლასტათო, ოღონდ შენ უფროსი იქნებიო, შევიდოდა. არ გამოჩნდა კაცო, ოდესაში წავიდა ტიპი ხდები, ოღონდ რამის უფროსი ყოფილიყო. აბა. საქართველოს პრეზიდენტი წავიდა ოდესაში ვიღაცა, ნუ ადგილობრივი რანგის რამის ის რამის ხო, აი ხო ხდები. და ამიტომ უნდა გააგვეშენებინა ამ ეგო მანიაკალური პოლიტიკური ძალისთვის რაღაცა პატარა ქალაქი ან ქალაქი და ფიზიკური რატო ვირტუალური რაღაცა თამაში შეგვექმნა, ხო, Minecraft-ი, ან Roblox-ი და იქ ეთამაშათ რა სახელმწიფო ბანა. ბუჩიკო. უნდა გაზომო ხა რა შეგიძლია ამ ყველაფერს დაუპირისპირო. ნუ არსებობს უამრავი ვარიანტი. ნუ თავარი მეინსტრიმული რაც იყო არჩევნებზე გასვლა და რაღაცის გამოგლეჯვა, მათ შორის ერთი მუნიციპალიტეტის და იქ მერე რაღაც საწყობა შეიძლება ყოფილიყო გეგმა და მეორე არის რევოლუცია, რომელიც ასევე ცადეს და ხაბეშოს არავინ არ უსვამს ეხლა იქიდან რაღაცებს რო აპარაკოს. რევოლუცია არ გამოვიდა, არჩევნებზე გასვლა და რაღაცების გამოგლეჯვა არ გამოვიდა და ეხლა რას აპირებს ოპოზიცია, ეხლა აპირებს ოპოზიცია რომ გაერთიანდეს. ანუ ამის იქით სინამდვილეა. აპირებს მაგრამ ვერ ერთიანდება. ანუ ზოგადად ნუ ციხეებში გაერთიანდა, ეხლა ვიღაც ერთად არ დადგა და მე ერთად დასხდნენ ციხეებში, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში რეალობა მაინც ასეთი არის. ეხლა რა უნდა ვქნათ, ხო? ცუდად იქცევიან, პოლიტპატიმრები ყავს. გაერთიანება. ეს იყო All-Star-ი. გაერთიანებული ოპოზიციის დედავატირე. ესე იგი ოპოზიციის დედავატირე ცალსაკე და გაერთიანებული. და შეიძლება აი მათემატიკა მაინც არის ყველაზე მთავარი მეცნიერება. ნოლების შეკრებით არც ერთი ციფრი არ მიიღება. არც ერთი. ანუ 10 ნოლის ნოლია. ბადრი ჯაფარიძე. ბადრი ჯაფარიძე გამოჩნდა, აბა. და სხვათა შორის ძალიან მოტეხილია პოლიტიკურად. გაუშვით. უნდა შევწყვიტოთ ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში ეს ასეთი პროცესები, ხოლო საზოგადოების გახლეჩვას უწყობს ხელს. ჩვენ უნდა გავამთლიანოთ ჩვენი საზოგადოება, უნდა გადავლახოთ ერთმანეთის აზრის მიმართ ესეთი შეუწყნარება. ხო, მშვიდობის მტრედად მოგვიყვინა, მოუხდა ბატონ ბადრის და ბატონ ხაზარაძეს მოუხდა ციხე, აი ციხე ასე მოუხდეს ადამიანსო, მოუხდა, ცოტა მეტიც რომ დარჩენდნენ. პირიქით იტყოდნენ რომ ხელისუფლება კარგია და ამ შემდეგ არავიშავს შეიძლება ემპირიულად მივიდნენ თავზე დაკვირვებით ეხლა რომ ჩამოშორებულები არიან ყველანაირ პოლიტიკურ საქმიანობას და რევოლუციურს მithumetes ჩანს. დავაიტე რიბята, დავაი ლეოპოლდის ცნობილი სლოგანი აქვს ხა. და პატარა ლელოების გნიდები მაგალითად ჰეგელია. ეთქობა მათ აიღეს ტრობის დროშა. გაუშვით ჰეგელია კი არა ჰეგელია. არ დაიმთხვა მათი ნარატივი. 20 წუთის თავზე იმ შეთავაზებიდან მქონდა ეთერი, თქვენი არქის მეშვეობით, დიანა ტრაპაიძესაც თქვი, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვიყავით, რომ ბეჭებზე დაგვენარცხები და ქოცები. მიგვიწვია ეს დებატში? არა. რატო? იმიტომ მათ არ სურთ რეალური კაფიო მკვეთრი გზავნილების მოსმენა პირდაპირ ეთერში მათ არ სურთ რეალური ოპონენტების მოსმენა.
ხო, ხვდებით ახლა, სად მაგისი პატრონი? ტოპ ტვინი ახლა როგორ გინდა დებატებში დაისვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს განმაპირობებელი ფაქტორი იქნებოდა. იმიტომ რომ წარმოდგენაც არ მინდა, როდესაც გრიგოლ გეგელია გიზის და გიპირებს ბეჭზე დანარცხებას, რა ქარიზმა უნდა გქონდეს, რა განათლება, რა არაფერი სამყაროში არ მოიძებნება ის ძალა, რაც ამას შეაჩერებს, ხო? მაინც ტვინია. ხო, რა ხელოვნური ინტელექტია. სერიოზულად. ორმაგი მუქარაა. ამას მაო არ ვიცი, ფეხბურთში რომ მოურინიო და უსვა იმასაც კი დაუმტკიცებს, რომ სხვანაირად არის საქმე. არა თუ ეხა ჯო არ არის, ხო? არა, ეს არის ძალიან მაგარი ძმაო. ანუ ჩვენი ეშინიათ რა. და ტყუილს ამბობს მე რა. არავინ არ არის. აბაო ჩვენო მოგვიწევენო, ეშინიათ ჩაწყობით არის ყველაფერი რა. კი ბატონო. გია ბარამიძე რომელიც არის. და ერთ წამი ბატონო გრიგოლ მე მახსოვს თქვენ თავრობასთან დებატები არა, მაგრამ გირჩთან დებატებში ესე იგი მარტო რაქვიაშვილმა იმდენჯერ დაგაფარჩაკად გახსოვთ ეგ? კი. ამას რო ეგონა 9% გაზრდა 4ჯერ და 5ჯერ გახსოვს რას ლაპარაკობდა? არსებით შეცდომები რო დაუჭირა, არსებით. არა ბიჭო, არითმეტიკული შეცდომები და არსებითი კი არა, არითმეტიკული ამას ეგონა რაღაცა 200%-ს მაგივრად იმას ამბობდა. სხვა პროცენტს და სამ რომ დასცინა რომ ის ხართო რა ქვია. არიცითო და მე რამდენად გააბანძეს ხო ეს ამათი ეკონომიკური პროგრამა რო ქონდათ ჯერ პენსიონერებს უპირებდნენ 4 მილიონი ლარის მას. არა. 1000 ლარამდე ამბობთ, ხო? 500-დან 1000-მდე. რა, ყველაფერი რაც გინდა თქვი. უმუშევრობის არ ქონია პროგრამა, მაგრამ მობოდა მოროშა ეთერში, რომ 200 ლარით გავზდიდო და ფულსო საიდან მოიტანო, სულს წავართმევო. არა, ეს ამბობდა თუ არ ვწდები, რომ ეკონომიკაო ჩვენიო 4ჯერ შეგვიძლია გავზარდოთო, 4ჯერ ბიჭო. თუ რაღაც ეგეც ამბობდა, არ წარმოუდგენელს აბსტრაქტულს. კარგი. ეს არ გვინდა. ბარამიძე არ გვინდა? ხო, ბარამიძე გვინდა. არა, შუაში ვინც იყო. ხო. ბარამიძე. პოლიტიკა ვაკეთოთ. ისევ როგორც თქვენ სამწუხაროდ არა გაქვთ იმის ფუფუნება, რომ აი ჩოულებრივი ჟურნალისტი იყოთ, იმიტომ რომ თქვენც თავში გხვდებათ კეტი მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალისტობთ და თქვენს კოლეგებს კლავენ და ასახიჭრებენ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ახლა ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ამიტომ თქვი, რომ საზოგადოებაა მთავარი. წინა პლანზე გამოდის საზოგადოება, რომლის პოლიტიკური ნაწილი არის პარტიები. და აი ამ პარტიებმა უნდა შევძლოთ, უნდა ხას უსვამ ამ სიტყვას, უნდა შევძლოთ ეს ჩვენი ამბიციები, ბოღმები, წყენები და ასე შემდეგ ჩვენი პარტიული კერძო ინტერესები გადავდოთ უკანა პლანზე, ეს მეერე შეგვიძლია, როდესაც ნორმალური იქნება ქვეყანა, მეერე ეს პარტიული ინტერესები წინა პლანზე წამოიწიოს და ვეკამათოთ და ვეჩხუბოთ და რა ვიცი თუ გინდათ მე არ მინდა, მაგრამ ლანძღონ ერთმანეთი. ხო, პროსტაშლიან. ეს ხო კომენტარი არ მაქვს. ხო, ნუ ევროპას რაც შეეხება, დიდი ზარზეიმით მიიღეს დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება. ჯესეთ მე მეგონა რომ ეს უკვე ამოქმედება. მე სხვათა შორის მეგონა რომ აქამდე არაერთ გზის იყო ამოქმედებული და გადავხედოთ ახლა ხალხის რეაქციას. თვითონ შემოპოზიციონერებიც კი არ არიან მაინდამაინც დიდად, მათაც ეგრე ეგონათ. დავიწყოთ იქიდან ეს ნაზეიმები აქვს უკვე. ანუ მიშას კი აქვს სტილი, ერთხელ გახსნეს, კიდე არჯერ ხსნიდა და ნუ აქ ესეთი ენთუზიაზმი არ იყო, ხო? ხო. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ სისხლის სამართლის იმ საქმეს, რომელიც ქვეყნის საბოტაჟში ადანაშაულებს რიგ პირებს. ამ რიგმა პირებმა, მათ შორის გირჩმან ჯაფარიძემ აღიარა პირდაპირ თქვა, რომ დიახ ის იღწოდა სანქციებისთვის. კი, მე ჩალენჯობდი, რომ სანქციები დაედოთ საქართველოსთვის. როგორ დამთავრდება ახლა ეს გამოძიება? ჩემი აზრით, მართებულად და სწორად. ფაქტი ის არის, რომ საჭირო არც პიარ და არც პოლიტიკური ეფექტი აი ამ გადაწყვეტილებას არ მოჰყოლია. მე ესე მგონია. არა, რას უნდა მოყოლოდო? ხო, რას უნდა მოყოლოდო? რო რა მერე. რო აი მერე შენც გაგიჩერებ ჩვეულებრივ პასპორტს. აი და ჩვეულებრივი წითელი პასპორტით ჩავა ეს დიპლომატის. ვიზეც არის საუბარი. და ჯესეთი აი რა ის არის, რა ბანძობა არის ეს. ჯაგიზმი.
მოდი ლევან სამუში არის ესე ძალიან საინტერესო დისპეჩერი. ლევან სამუში დამოუწყდა. არსებობს ერთი სურვილი, რომ ეს ადამიანები იყვნენ პოლიტიკური დევნილები. და ესაა ცალსახაშურიზება სანქციების გამო. არ ვიცი რის გამო. ინგა, თავარი რა არის? ლელო ძლიერი საქართველოს მიმართ ხო მიდის, რაც ეს პარტია შეიქმნა, ყოველთვის მასირებული შტორმია. ხო ბოლოს ხედავთ სხვა პარტიების ბუნებრივია და ერთად ჩვენს აგერ ასაკრძალთა სიაში ვართ შეყვანილები. ხო აი აკრძალვის სიაში ვართ შეყვანილები და უბრალოდ წარმოუდგენელი რა ხდება რა მიდის ბრძოლა ჩვენ წინააღმდეგ ჩვენ კიდევ ვამბობთ ჩვენ ყველა კანონიერი სამართლიანი სამართლებრივი მეთოდით ვიბრძოლებთ ბოლომდე. მალე არა ხვალე. რომელი არის სამართლებრივი მეთოდები, რომელი სამართლებრივი მეთოდებით იბრძოლა ოპოზიცია? აი რომელი რა გააკეთა? პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. არა, ღობე დაეცხა თავს და იმითო ხო. ნუ იქ არ იცოდნენ, თავი შტურმისთვის მივიდნენ, პროზა მე ამოშთა რომ იღობე და ობეის ინტელექტი და ის ქონია. რატო არ შეხვდით? აი თქვენი იდიოტი დედავატირი. ფარჩაკებო, აი შემიძლია შეკითხოთ. რატო არ შეხვდით პარლამენტში? რატო ხო ეხა გამოვიდეთ, ჰა? ეხა ხო ვირტყავენ თავში ხელს. ხო და ბიჭო, ყველაფერი იწყება აღიარებით და ბოდიშით. მართალია ერთი კაცი იძახდა რომ დავიწყოთ ბოდიშით, ვერაფრით ვერ და არა გნიდის ერთი აღმოჩნდა ის. ხო, გამოდით და თქვით რომ ჩვენ დავუშვით პოლიტიკური შეცდომა, დანაშაულზე მეტი შეცდომა. რომ ჩვენ არ შევიდეთ აი ის ირაკლი კუ და ვიღაცები ხო ამბობენ. ბიჭო, ირაკლი კუ ლიდერებმა თქვა. ხო. და სლიპიჯო ხო გამოვიდა საერთო ენა გამოვნახოთ. სლიპიჯო ციხის მერე ყველა ესეთია მარხატნი რა. კი ბატონო. გიგა ლემონჯავა ვინ არის? რატო გამხურეთ საქმე? არ მინდა გიგა ლემონჯავა. თაზო დათუნაშვილი დაუშვით. პოლიტიკური ჯოჯოხეთი ჩვენ თვალყურს ვაძებნებთ ლაივში 24 საათიან რეჟიმში 2026 წელს ამ ქვეყანაში რუსული სპეცსამსახურებიერ და რაღაცა ყველანაირი მე-11 არმიის გარეშე სამშობლოს გაყიდვა საქართველოს ჩაბარებას ჩვენი. აი რა ვიცი, უფასო რჩევა რა. ხალხო, რუსეთის თემა არ მუშაობს. ობიექტურად არ დასტურდება და ქართველების უმრავლესობას არ ჯერა, იმიტომ რომ მტკიცებულებები არ აქვს, რომ ჩვენ მივეყიდეთ რუსეთს. არ მივეყიდეთ. დაჟე იმ ადამიანებისთვის, რომელსაც უნდა მცირე რაოდენობა არის, ვისაც უნდა რომ რუსეთის ფაროლობის ქვეშ შევიდეთ, ისინი არიან უკმაყოფილო. რეალურად საქართველოს ახერხებს აი რაღაცა მანევრებით ამ ორ დიდ ცენტრს შორის მანევრირებას. არ მუშაობს რუსეთთან მუშაობის შეერთების და რუსული რეჟიმის დამყარების ეს ქიმერა რა. საერთოდ გეტყვი. უკვე ყველაფერი რაზეც ესენი და ესენ ყველაფერზე მაგას ამბობენ რომ რუსული საქმეა, ეს რუსული ღალატია და რაღაც. პირიქით ჯდება, ანუ ძალიან მარტივი დასაკვირვებელი არის მართლა ეროვნული საქმე როცა კეთდება, იმაზე პირველ რიგში ამბობენ რომ რუსული არის, ანუ რაღაცაზე თუ მოისმენ რომ აგერ მორიგი რუსული საქმე კეთდება, ესე იგი რაღაცა მართლა მნიშვნელოვანი და სახალხო საქმე კეთდება. საქართველოს ეგრე დავაგდა. საქართველოს ხელისუფლების წევრებს არ აქვთ რუსეთთან რაიმე ფარული კავშირები. აქამდე როგორღაც რაიმე ფაქტობრივი გარემოება გამოჩნდებოდა რა. რაღაცაში მაინც გამოჩნდებოდა, მართლა არ აქვთ. ანუ რაღაცა ეს რა თქმა უნდა მათი დამქირავებლების და უსვიცუხდის ამათ იქნება გამოდრო გონიათ ეს თავარი აღმგზნები, რითაც შეიძლება აღიზიანონ საქართველოში ადამიანი და რითიც შეიძლება გამოიყვანონ ან აქციაზე თუ შეუერთონ პროტესტს, იმას აწვევენ რომ სადღაც ხომ უნდა მიხვდნენ რომ არ მუშაობს ეგ. რამდენჯერ უნდა იყვირო ახლა რომ რუსული საქმე შეიძლება მინსკში მე რამდენი და გაიყვიძო. არა, არ მუშაობს ეგ. აი როგორც დიქტატურის დამყარებაზეა რომ 8 წელი საქართველოში ამათი განცხადებებით ყარდება დიქტატურა. 10. ასევე ჩელაბის დასანებენ, რა ვიცი, ჩელაბისში გავიღვიძეთო. რაც სიგიჟია. თინა მოკუჩავა ძალიან საინტერესოა. ის ადამიანები, რომლებიც არიან თავისუფლებაზე, რა ვიცი, მე ვისურვებდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით უდგებოდნენ ამ გაერთიანების აუცილებლობას და იმპერატივას, მაგრამ ხა თუ მართლა არ მოხერხდა თქვენი თქმის არ იყოს, ხო? რაღაც მომენტში ალბათ ჩვენც მენტალური ბოლოვა და ასე ვთქვათ, უნდა განსაზღვროთ ახლა ეს არ ვიცი ამაზე. ხო, მუდმივად ამაზე ან მართალი ბრძანდებით აბსოლუტურად, რომ რაღაც ნაწილი, ვინც შევძლებთ რომ გადავლახოთ, თუნდაც წარსული უთანხმოებები. ეს ხალი ითხოვს დედლაინს, რომ როდის გავაჩეროთ ლაპარაკი გაერთიანებაზე. ძალიან მაგარი არის
თავარი დაიხურა მეგობრებო და გნიდობების კეთების ოსტატები არიან. აი, ვკითხულობ, რომ გამოვიძახე ტაქსი მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფო არ აქვს. გამოვიძახე ტაქსი და შუა გზაში წაეკიდა ცეცხლი. თლიანად ცეცხლში გაეხვა მანქანა. ანუ ესეთი შემთხვევები ხდება აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში. სავსებით გასაგებია რა კონტექსტით წერენ და აი ცუდი რაღაცები რო არის, გამოვედი და მოხდა ავარია და რაღაც ესეთი რაღაცები და თემა რო არ აქვს გასაშუქებელი და გასაკეთებელი ალბათ ავსებენ აი ამ თავიანთ გვერდებს. მოდი კიდე იცი ვინ არის? ხატია დეგანოიძე გაუშვათ და კაი ქალბატონი. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა, თანხმობა, ძალიან მნიშვნელოვანია პროდესალური სპექტრის საზოგადოების გაერთიანება, ნამდვილად ადამიანებთან კომუნიკაცია, ამისკენ მიდის ოპოზიცია, მიდის საზოგადოება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება რეალურად რაღაცა შავი სიზმარი და ლაქა საქართველოს უახლეს ისტორიაში. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩამოცილდება ამ ძალაუფლებას და პოლიტიკურ მმართველობას ამ ქვეყანაში, გაცილებით უფრო სხვა ჰორიზონტი იქნება. და მიშა როცა მოვა. გარიზონტ ბუძით დრუგიმო, ხო? მიშა, აი თუმე ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდეს. და ეგ იქნება შავი დღე, ის შავი პერიოდი და მიშა ნათელი დღეები. ხო, გვახსენდება ის 9 წელი და მართლა ეგეთი ნათელი დღეები არ ყოფილა ჩვენ ისტორიაში. არა, რა არის ხა მაგის მართალია დევდარიანი. კი, შეიძლება შენ რაღაცა გაწამეს, საკუთრება წაგართვეს, დაგარბიეს. სამსახურიდან გაგაგდეს. რატო იდებ გულში? ხო, მაგრამ მართლა დიდი დღეები იყო. ჯერ ბიჭო როგორ? იმიტომ რომ პირველად საქართველოში. დავით აღმაშენებლის შემდეგ. რუსეთს ვებძოდით რა. ფარნავაზის შემდეგ. პირველად სახელმწიფოეობა აღსდგა. და ვებძოდით რუსეთს. სახელმწიფოეობა აღსდგა. დამწერლობა შეიქმნა. ტერიტორიების საკარგვან უნდა გავიწყდება. დაიწერა შუშანიკის წამება. ო, არა. ყოველ შემთხვევაში თუ არ დაიწერა გაფორმდა მაგრამ სახელმწიფო ენად მივიღეთ ქართული, იმიტომ რომ ქრისტიანობა სხვა ჯორის ვაიმე სად იყო ეგ? არა, ახალი ქრისტიანობა. ეგ გუბაზ არა, გუბაზ გამახსენდა მე. შენ გახსოვს გუბაზი ისე რა გარყვნილი კაცი იყო. როგორ პოპულისტურ თემებზე იდგა ერთ-ერთი აკუბარდიასთან მისი ვიზიტია, ხო. მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციონერია და ანტიმიშისტი და მიშას ებრძვის და იცი რა ხრი უტევს. მიშა, სახელმწიფო ენა იქნება ქართული, ამას ვერ შეცვლი შენ. მიშას სომხობაზე უხურებდა გახსოვს? არა, ეგ სომხობაზე უხურებდა, მაგრამ ეხლა სახელმწიფო ენა ალბათ არაპირებდა ნაცნობოძრაობა, რომ სამართალ წარმოებდა ოფიციალური ენა, დოკუმენტაციის ენა არ ყოფილიყო ქართული. აი, არ ვიცი, ეს საერთოდ ეს აზრი სად მუსირებდა, ან სადმე დაიტესტა. მიშამ შეინარჩუნა ენა, ხო? ენა დაამტკიცა. ანუ ირიბად რაზე აწვებოდა გუბაზეაზე ხარ, რომ სახელმწიფო ენის გაუქმება და ამას ვერ შეეძლო. ქრისტიანობა იქნება, ამას რელიგია. მერე რო შეუძრა ერთ ადგილზე მიშას. ერთ ადგილში მიშა მე იზადა რომ ქრისტიანობა ნეოქრისტიანული რელიგია და მოციქული ღმერთობა პატია და ის არის რომ არა არა კი ჩვენ ახალი რეცეპციები გვჭირდება ქრისტიანობის იმიტომ რომ ეს არის ძალიან ტრადიციული და ბიბლიასთან აცდენილი წმინდა წერილთან აცდენილი ჩვენ ვიყავით ჰოის საკვირველება ყველაზე ცუდი ადგილი მოუფიქრა როგორ არ უყვარდა თავის ქვეყანა რუსეთსა და დასავლეთ შორის დაპირისპირების პირდაპირ ხაზზე და ფაქტორი ვიყავით ანუ რაღაცა შუბი ეჭირა და დაც უკიტინებდა დასავლეთ და შუბის წერი ვიყავით ჩვენ ბიჭო აბა და ეს იყო ფუნქცია რა აი აჯენდა და ფუნქცია მანდიპოვა რა თავისი წარმოიდგინეთ მე რა გინდა ეხა ხო ხარ სიმშვიდეში ეხა რო ხარ სიმშვიდეში რა ყველაფერი არა ძმაო მაშინ არ მოწოთ არა ცდები სიმშვიდე და მაგას გეუნები მე ეგაა კაი ეხა კაი ხო მშვიდობაა კაი და ეკონომიკურად რო რაღაცეები ხდება და დიდგორებს რო გადაისწოდა თავისი პირდაპირ აბა რა რაღა იმაში წარმოიდგინე რუსეთის დამარცხებაში მივიღებდით მონაწილეობას ფლოტს გაუშვებდით ჩვენსას სად ფლოტი ხო ყავდა მიშას ბიჭო ლაზიკა და ლაზიკიდან ჩაერთვებოდა და რუსეთის დაშლაში მიიღებდა მონაწილეობა. აქედან შეუძლებდა ჩერეზ ლაზიკა როგორც ადგილი ისე რაღაც იარაღიც. ჯორჯ დაბლიუ ბუშის ტანკი იყო.
დიდგორი იყო. ლაზიკაც იყო მე მგონი რაღაც. ჯავშან ტექნიკა. შეიძლება მანქანა მაგრამ. იმაზე ბედნიერი დღე ქონდა დამოუკიდებელ საქართველოს ვიდრე ჯორჯ W ბუშის როკვა თავისუფლების მოედანზე? ხო, აბა ბიჭო. ქონდა მაგაზე დიდი ბედნიერება. მაგრამ თეძო როგორ ჩატეხა? რომ მივდივარ და რო უყურებ ბუშის ქუჩას. სხვა შეს იცი რომ რეიგანის ძე მაიამიში, ფლორიდაში ტრამპის ქუჩა გახსნეს. ტრამპის? მე მეგონა მიშას არა, პირდაპირ მიუტანა. მე მეგონა მიშას მერმა მიუტანა აბრა რა. ანუ აბაროტი არ მოუვიდა მიშას, ხო? ესე იგი თავის ქუჩა არ გაუხსნეს იქ. მიშას რა გაუხსნეს? partial ocean view ხო აქვს. რა ხდება სხვა შორის? მიშას მაიამის ბაიტზე. რა ხდება? იღურება იქ და ალბათ თემურ ალასანი აწყობს white party-ებს, რა ვიცი. 100% და ეს უბედური საზიზღარი კაცი ბიძამისი სუმაგისგან მოდიოდა ყველა ინფორმაცია დედას ხო გვაგინებდა მე ეს ჩანაწერი partial ocean view მიშ პროსი დაწერია და ოჯახურ დრამას რო განიხილავენ რომ ძლის ჩასვლა არ დაალაგაო სახლი კარგად უნდაო და არ დაალაგაო მაიამიზე 4 თაღი მაიამის ბაიტზე თემურად ხორობს გნიდა საათ ალასანია მაგის ბაიტზე აკირაებული ექნება მიშას და მიშას უსვავენ კარტაზე რომ ეს ყიდულობს ანაკობებს და რაი მაგრამ მაინც აფერსვავს ჯერ დავიწოდე კიდე რომ ეკეთე მე ნახევარი გვერდი აქვს აღწერილი ეს დიალოგი და საჭმელებში ხაია არ აქვს მაშინ ვარ დამახსოვდეს ხო და რატო იცი ყველაფერი მოუნდა და გაგიჟდა და შეიძლება ისინი სპეციალურად აწამებდნენ ჯიგრები ესე ჯიგრების სპეცოპერაციას ესე რა ბიჭო რამაგარი ჩალაღაჯია და რამაგარი ყაურბა იყო ბიჭო აი ეგ და ხინკალი რაღაც ემოვანიცო გაძლება მოგწევს ერთმა კარგად ზანდებოდი ჩვენ ერთმანეთს ეს აქედან კანკალები ხვალ მოგვიანებით ოღონდ შევხვდებით ყოველ 11-ის კენ ხო ნახონდი